მოგესალმებით. ვიწყებთ გადაცემა ინტერვიუს, რომელსაც მე სალომე ასათიანი ვუძღვები. ეს გადაცემა გახლავთ რადიო თავისუფლების და საზოგადოებრივი მაუწყებლის ერთობლივი პროექტი და ჩვენ რადიო თავისუფლების პრაღის შტაბ-ბინიდან თბილისში ვესაუბრებით სტუმრებს. დღეს ჩვენი სტუმარია გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია გვაზავა. კვირას 26 ივნისს საბერძნეთის კუნძულ კრეტაზე დასრულდა მართლმადიდებელი ეკლესიების კრება, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 10 ეკლესიამ. კრებას არ დასწრებია 4 ეკლესია: რუსეთის, ბულგარეთის, ანტიოქიისა და საქართველოსი. მზადება ამ კრებისთვის, რომელსაც ისტორიულ მნიშვნელობას ანიჭებდნენ და რომელსაც მართლმადიდებლური ერთიანობის დემონსტრირება უნდა მოეხდინა, 100 წლეულების განმავლობაში მიმდინარეობდა. უკანასკნელი საეკლესიო კრება, რომელსაც საერთო მართლმადიდებლური მნიშვნელობა მიენიჭა, იყო ნიკეის მეორე კრება 787 წელს. რას მოასწავებს მართლმადიდებელი სამყაროსთვის კრების ამ ფორმით ჩატარება? ძლიერდება თუ არა საქართველოს ეკლესიაში იზოლაციონისტური ტენდენცია და რატომ გამოთქვამს არაერთი სასულიერო პირი თუ თეოლოგი ვარაუდს, რომ ეს პროცესები შესაძლოა რუსეთის ეკლესიის გავლენის განმტკიცებას მოასწავებდეს? ამ და სხვა საკითხებზე ვესაუბრებით ჩვენ სტუმარს, გორისა და ატენის მიტროპოლიტ ანდრიას, რომელიც ამავდროულად საქართველოს ეკლესიის წარმომადგენელიც იყო საერთო მართლმადიდებლური კრების სამდივნოში. მოგესალმებით, მე ვფე ანდრია, დიდი მადლობა რომ გამონახეთ დრო ჩვენს გადაცემაში სტუმრობისთვის. მოგესალმებით, მადლობთ მოწვევისათვის. საუბარი ბუნებრივია, უნდა დავიწყოთ ზოგადი შეკითხვით კრეტაზე ჩატარებული კრების მნიშვნელობით. ახლა, როცა ვიცით, რომ ამ კრებაში მონაწილეობა არ მიიღო 4 ეკლესიამ, საქართველოს ეკლესიის ჩათვლით, ნიშნავს თუ არა ეს, რომ მართლმადიდებლური სამყარო არ არის ერთიანი და თუ ნიშნავს ამ ვითარებაში რამდენია, თქვათ, თეოლოგიური ან სასულიერო საკითხების წილი და აქვს თუ არა ამას გარკვეული პოლიტიკური განზომილებაც თქვენი შეფასებით, თქვენი თვალთახედვით? დიდი მადლობა. ალბათ თქვენთვის ცნობილი არის კრების მომზადების წინა ისტორია, რომ თითქმის 5-10 წლეულზე მეტი ხანი არის რაც ეს კრება მზადდება, მისი დაწყება საფუძველი ჩაედო მის დაწყებას 1961 წელს კუნძულ როდოსზე და მაგის შემდგომ უკვე იმართებოდა სამუშაო შეხვედრები და წინა საკრებო შეხვედრები ეკლესიათა წინამძღოლების. თავის დროზე უკვე 1963 წელს ამ სამუშაო შეხვედრების წევრი გახდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე, რომელიც იმ დროისათვის იყო შემოქმედელი ეპისკოპოსი. საქართველოს ეკლესია აქტიურად მონაწილეობდა ამ პროცესში. მინდა გითხრათ, ყველა წინა საკრებო შეხვედრაზე საქართველოს ეკლესიის წარმომადგენელი გახდათ ან თავად კათოლიკოს პატრიარქი, ან მისი წარმომადგენელი მღვდელმთავარი და იმ გადაწყვეტილებებზე, რომელიც იყო მიღებული საქართველოს ეკლესიას, გამოთქმული აქვს თავისი აზრი და ასევე აქვს მოწერილი ხელი, რა თქმა უნდა, ყველა დოკუმენტზე, რომელიც ეკლესიის მიერ იყო განხილული და იქნა მიჩნეული მისაღებად. საუბარი იმაზე, თუ არის თუ არა განხეთქილება მართლმადიდებელ სამყაროში და მართლმადიდებელ ეკლესიათა შორის, მე ვფიქრობ, რომ არის ზედმეტი და უსაფუძვლო. მართლმადიდებელი ეკლესია გახლავთ ერთიანი და ერთობა ჩვენი უპირველეს ყოვლისა არის ერთობა ქრისტეში, არის ერთობა წმინდა ზიარებაში, ანუ ევქარისტიული ერთობა და აზრთა სხვადასხვაობა, რა თქმა უნდა, სრულებით დასაშვებია, მისაღებიც არის და პირიქით ამ კრებამ წარმოაჩინა, რომ ჩვენ გვაქვს უფლება ვიქონიოთ განსხვავებული აზრი, რომელშიც შეიძლება
ერთმანეთს არ დავეთანხმოთ. თუმცა კრება არ შედგა სრული სახით, მისი სტატუსიც უკვე ჩვენს დგას, იქიდან გამომდინარე, რომ მას არ დაესწრო რამდენიმე ეკლესია და მთავარი კითხვა, რასაც სვამენ ამ ბოლო პერიოდში არის ის, თუ რა მოხდა იმ 2 კვირის განმავლობაში, როცა საქართველოს ეკლესიამ შეცვალა პოზიცია, ჯერ კიდევ 25 მაისს გამართულ სინოდის კრებაზე გადაწყდა, რომ ეკლესია მიდიოდა კრეტაზე, თუმცა შემდეგ 10 ივნის საგანგებო სხდომის შემდეგ სინოდმა განაცხადა, რომ აღარ წავა კრებაზე და ამ 2 კვირის განმავლობაში თვისებრივი სიახლე თითქოს არ მომხდარა და აი აქედან გამომდინარე, რომ კრება, რომელსაც უნდა მოეხდინა, სწორედ დემონსტრირება ამ ერთობისა, რომელზეც თქვენ ისაუბრეთ, არ შედგა სრულყოფილი სახით. რა შეგიძლიათ თქვათ ამ საქართველოს ეკლესიის გადაწყვეტილების მოულოდნელ ცვლილებაზე? უპირველეს ყოვლისა მინდა ვთქვა, რომ კრების მნიშვნელობა ძალზე მაღალი იყო. ეს არ არის უბრალო მოვლენა და მას რა თქმა უნდა მართლმადიდებელ სამყაროში კიდევაც დიდი იმედით ელოდებოდნენ ამ კრების გადაწყვეტილებებს. ამიტომაც ეს 55 წლიანი მზადება განსაკუთრებული ინტენსივობის გახდა ბოლო 2 წლის მანძილზე 2014 წლის პატრიარქების კონსტანტინოპოლის შეხვედრის შემდგომ სამუშაო კომისია მუშაობდა ინტენსიურად ყველა იმ დოკუმენტზე, რომელიც გადაწყდა, რომ ყოფილიყო დღის წესრიგში შეტანილი. ეს ეხება 10 დოკუმენტს, ესე იგი. ამ 2 წლის მანძილზე კომისიამ 8 დოკუმენტი გადაამუშავა და გაუკეთა მას რედაქტირება. და მინდა ვთქვა, რომ მიუხედავად იმისა, რომ დღესაც კი დოკუმენტები მწვავე კრიტიკას განიცდიან, მიუხედავად ამისა, დოკუმენტები მნიშვნელოვნად იქნა გადამუშავებული და მათ მიიღეს გაცილებით უფრო მართლმადიდებლური სახე. ვაღიარებ იმას, რომ დოკუმენტების ნაწილი იყო მიღებული 30-35 წლის წინ. ეს არის 76, 78, 82, 86, 94 წელს მიღებული დოკუმენტები, 2009 წელს მიღებული დოკუმენტების და ხშირად აი 70-იან და 80-იან წლებში მიღებული დოკუმენტების შინაარსი არ შეესაბამებოდა, მინდა გითხრათ, მართლმადიდებელი ეკლესიის ლექსიკას და რაც თავარია კიდევ მის კანონიკურ და დოგმატურ სწავლებას. თუმცა დიდი ბოდიში ველცნა კითხოთ, კრების მიზანიც ხომ ალბათ ეს იყო, რომ იქ მომხდარიყო განხილვა ამ საკითხების, თან ამ კრებაზე გადაწყვეტილებები უნდა მიღებულიყო კონსენსუსის საფუძველზე, შესაბამისად ყველა ეკლესიას ექნებოდა ვეტოს უფლება. თუ რაღაც უთანხმოება იყო თეოლოგიურ საკითხებთან მიმართებით და როგორც ვიცით იყო ასეთი საკითხები, რატომ არ შეიძლებოდა რომ გამგზავრებულიყო ეკლესია, იქ ჩასულიყო, დემონსტრაცია მოეხდინა მისი წევრობისა ამ სამყაროსი და იქ გამოეთქვა თავისი პროტესტი, თუნდაც ვეტო დაედო დოკუმენტებზე, რომელიც მისთვის მიუღებელი იყო. რა შეიცვალა ამ 2 კვირაში? აი თქვენ თქვით, რომ მნიშვნელოვანი ცვლილებები არ მოხდაოდა. მე ამაში ვერ დაგეთანხმებით, იმიტომ რომ საკმაოდ მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა. რამე თუ 25 მაისის შემდგომ უკვე ივნისის პირველ დეკადაში 4 ეკლესიამ განაცხადა, რომ ის ითხოვს კრების გადატანას. რომ შეცვლილიყო ვადა კრების მოწვევისა. ეს არის ბულგარეთის ეკლესია, ეს არის ანტიოქიის ეკლესია, ეს არის რუსეთის ეკლესია და ეს არის სერბეთის ეკლესია. და საქართველოს ეკლესიამაც დააყენა საკითხი, რამე თუ თანხმობა არ იყო მიღწეული არც ყველა ეკლესიის დასწრებაში ეს პირველი და მეორე კიდე არ იყო თანხმობა მიღწეული დღის წესრიგთან დაკავშირებით, ანუ იმ დოკუმენტებთან, რომელიც უნდა განხილულიყო დიდ კრებაზე. არ იყო თანხმობა მიღწეული. რამე თუ საქართველოს ეკლესია აყენებდა საკითხს, რომ ყოფილიყო ამოღებული დოკუმენტი ქორწინებასთან დაკავშირებით. და ანტიოქიის ეკლესია აყენებდა საკითხს მისი ურთიერთობის მოგვარებისა იერუსალიმის საპატრიარქოსთან. ეს მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ეს ძალზე მნიშვნელოვანი საკითხი არის, რამე თუ 14 ეკლესია უნდა ყოფილიყო კრების დამსწრე, მაგრამ 14 ეკლესიათა შორის 2-ს არ ქონდა ევქარისტიული კავშირი.
და ჩვენი ევქარისტიური კავშირი არის საფუძველი ჩვენი ერთობისა და ჩვენს მიერ ყველა საკითხის განხილვისა, ძმობითა და სიყვარულით. თუ ჩვენ ერთად არ მივიღეთ მონაწილეობა წმინდა ზიარებაში და ლიტურგიაში, მაშინ გამოდით ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ ვექცრებით რაღაცა კონფერენციას. რა თქმა უნდა, ყველა ეს ეკლესია, რომელიც ასახელებს კონკრეტულ მიზეზებს, რატომაც არ გაემგზავრა კრებაზე, მათ აქვთ თავიანთი მიზეზები და არგუმენტები, თუმცა ეკლესიის ზოგადი როლიდან გამომდინარე, არა მხოლოდ თეოლოგიური საკითხებით, არამედ უფრო ფართო საზოგადოებრივი როლიდან გამომდინარე, ამ თემამ შეიძინა პოლიტიკური ელფერი, არა მხოლოდ საერთაშორისო ასპარეზზე, არამედ საქართველოშიც და საკუთრივ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდის იმ სხდომაზეც, როცა მიიღეთ გადაწყვეტილება არ გამგზავრების შესახებ, არ იყო ერთსულოვნება და მაგალითად ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლ ბერბიჭაშვილმა ისაუბრა ჯერთიან ბუნდოვანებაზე, რომელიც ამ გადაწყვეტილებას ახლდა თან და მანაც თქვა, რომ არაფერი არ შეცვლილა თვისებრივი ამ ორი კვირის განმავლობაში და რაც თავარია, მან ისაუბრა იმაზე, რომ არ წასვლა ამ კრებაზე გააძლიერებს ეჭვს იმისა, რომ საქართველოს ეკლესია რჩება რუსეთის ორბიტაზე. იგივე მოსაზრება კიდევ უფრო მკაფიოდ და უფრო მძაფრად გამოთქვეს თეოლოგების ჯგუფმა, რომელმაც მოგმართათ ღია წერილით, მათ გამოკვეთეს ის დაძაბულობა, რომელიც ისტორიულად არსებობს მოსკოვსა და კონსტანტინოპოლს შორის, ამ ორ პოლს შორის, მართლმადიდებელ სამყაროში და ისაუბრეს იმაზე, რომ ხელსაყრელია მოსკოვისთვის ის, რომ არ გაესვას ხაზი კონსტანტინოპოლის პირველობას, მსოფლიო პატრიარქის პირველობას და შესაბამისად კრების სტატუსის ეჭქვეშ დაყენებაც მოსკოვის საპატრიარქოს ინტერესებში შედის. მას აძლევს ხელს. ითვალისწინებდით ამ კონტექსტს, როცა იღებდით ამ გადაწყვეტილებას კრებაზე არ გამგზავრების შესახებ? მე ძალზე ვწუხარ იმის გამო, რომ მრავალი შეეცადა ამ კრებისათვის პოლიტიკური ელფერი მიეცა და გადაწყვეტილება საქართველოს ეკლესიის გამგზავრება თუ არ გამგზავრებისა რაღაც გაეხვია ისეთ პოლიტიკურ კონტექსტში. ერთ-ერთი გამოსვლაში საბერძნეთის ეკლესიის ერთ-ერთი მდელმთავარი კიდევაც საუბრობს დასავლეთისა და აღმოსავლეთის დაპირისპირებაზე და იდეოლოგიურ შეუთანხმებლობაზე. ძალზე სამწუხაროა, როდესაც ვიღაცებს აქვთ მცდელობა, არა აქვს მნიშვნელობა ეს იქნება სასულიერო პირი თუ იქნება საზოგადო მოღვაწე თუ პოლიტიკოსი, ეკლესიაში შემოიტანოს პოლიტიკური საკითხები და მით უმეტეს პოლიტიკის გავლენა ეკლესიაზე. ყოველ შემთხვევაში საქართველოს პოლიტიკურ განზომილებას მიმდინარე პროცესში. მე არ გამოურიცხავ ამ მოვლენის პოლიტიკურ მნიშვნელობასაც, რა თქმა უნდა, მაგრამ თავად საქართველოს ეკლესიის გადაწყვეტილებას მიღებაში პოლიტიკის მონაწილეობა სრულიად გამოურიცხავ, იმიტომ საქართველოს ეკლესიამ კრების მომზადების ყველა ეტაპზე გააკეთა განცხადება. ეს განცხადება იყო კათოლიკოს პატრიარქის წერილი, ეს იყო ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტის გერასიმეს, რომელიც განხლავთ საგარეო განყოფილების ხელმძღვანელი მისი წერილი და ბოლოს უკვე შამბეზის იანვრის შეხვედრაზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის სიტყვა, რომელშიც კაფიოდ არის დაფიქსირებული ჩვენი პოზიცია თვითონ კრების საკითხებთან და იმ ფორმებთან თუ როგორ უნდა ემუშაოს კრებამ და როგორ უნდა იყოს მიღებული გადაწყვეტილება. თუმცა ცალსახად არის ნათქვამი, რომ ყველა საკითხი მხოლოდ და მხოლოდ კონსენსუსის პრინციპით უნდა იყოს გადაწყვეტილი. მით უმეტეს ვეტოს უფლება ექნებოდა ეკლესიას ადგილზე, რომ გამგზავრებულიყო. ვეტოს უფლება ეკლესიამ გამოიყენა მანამდე და განაცხადა, რომ საკითხი, რომელშიც ის არ ეთანხმება და ხელს არ აწერს დოკუმენტს, ის საკითხი უნდა ავტომატურად უნდა ამოსულიყო კრების დღის წესრიგიდან. სამწუხაროდ ეს არ მოხდა. აქ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვიცოდეთ ჩვენ, რომ კონსენსუსი მოქმედებს ყველა ეტაპზე, როგორც მოსამზადებელ ეტაპზე, ისევე უკვე საბოლოო ეტაპზეც, გადაწყვეტილებების მიღების ეტაპზე. ეს პრინციპი მოქმედებდა და თუ ეს პრინციპი არ არის დაცული წინა საკრებო პერიოდში, ვინ მიპასუხეთ მაშინ გარანტიას ვინ იძლევა, რომ ეს პრინციპი იქნება დაცული უკვე ბოლო დასკვნით ეტაპზე, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი. სამწუხაროდ ჟღერდა იყო გაჟღერებული, რომ კონსენსუსის პრინციპი არ არის სრულყოფილი და მისაღები და ვიხემძღვანელოთ უმრავლესობის მიერ გადაწყვეტილების მიღების პრინციპითაც. ესეც იყო გაჟღერებული.
თუმცა პოლიტიკურ განზომილებას რომ დაუბრუნდეთ, ამას ხომ ძალიან ხანგრძლივი და ღრმა ისტორიული კონტექსტიც აქვს, როგორც ვიცით, რუსეთის ეკლესიაში ძალიან დიდი ხანია არსებობს, კონსტანტინოპოლის დაცემის შემდეგ არსებობს ეს მოსაზრება, რომელიც დღემდე ძალიან ძლიერია, მესამე რომის შესახებ, რომ მოსკოვმა უნდა იტვირთოს ეს ფუნქცია ცენტრისა ქრისტიანული სამყაროს იყო რომის და კონსტანტინოპოლის შემდეგ. როცა ამ გადაცემისთვის ვემზადებოდი, ძალიან საინტერესო ფაქტსაც წავაწყდით, კერძოდ იმას, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ 1948 წელს სტალინის ინიციატივით იგეგმებოდა მართლმადიდებლური კრების გამართვა მოსკოვში. საბოლოო ანგარიშით ეს კრება არ განხორციელდა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ესეთი გეგმა იყო. ახლა ხან ზუსტად კრების წინა პერიოდში ვიხილეთ პუტინის ვიზიტი ათონის მთაზე, სადაც ბერებმა დააყენეს იმპერატორისთვის განკუთვნილ ადგილას. მოკლედ, აი ეს სიმბოლური და ისტორიული ფაქტები თუ სიმბოლური გარკვეული მნიშვნელობები ძალიან მყარ კონტექსტს ქმნის საიმისოდ, რომ ითქვას, რომ მოსკოვის საპატრიარქოს არ აწყობდა ამ კრების გამართვა, არ აწყობდა ხაზისგასმა კონსტანტინოპოლის პატრიარქის, კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს პოზიციისა და მისი მნიშვნელობაზე და შესაბამისად მას ხელს აძლევს ის, რომ კრების მნიშვნელობაც დადგა კითხვის ნიშნის ქვეშ. აი ამ ისტორიულ კონტექსტზე რა შეგიძლიათ რომ გითხრათ? ისტორიულად მოგეხსენება თქვენ, რომ კრებას იწვევდა იმპერატორი. კრებას იწვევდა იმპერატორი და შემდგომ უკვე იმპერატორი ხდებოდა გარანტი კრების გადაწყვეტილებების განხორციელებისა ცხოვრებაში. ეს ისტორიული ფაქტი არის. მოსკოვის ამბიციებს რაც ეხება ამ ისტორიულ კონტექსტზე გეკითხებით. დღეს ჩვენ იმპერატორი არ აქვს, ესე იგი, და ამიტომაც კონსენსუსის პრინციპით ხდება კრების მოწვევა. და ჩემთვის ახლა კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ მოსკოვის ამბიციებზე საუბარი ჩემთვის სრულიად მიუღებელიც არის და გაურკვეველიც არის, იმიტომ რომ უპირველეს ყოვლისა მე პირადად ამ კრებაში მაინტერესებს დოგმატური და ეკლესიოლოგიური და კანონიკური სიზუსტე. იმითაც რითაც ჩვენ უნდა ვიცხოვროთ, მე უნდა ვიცხოვრო, თქვენ უნდა იცხოვროთ, როგორც მართლმადიდებელმა ქრისტიანმა თუ ასეთი ბრძანდებით რა თქმა უნდა და რაც ეხება ჩვენი სულის ცხოვნებას. ეს არის ჩემთვის ამომავალი წერტილი და მე ეს საკითხი მაინტერესებს და პოლიტიკური ამბიცია ამა თუ იმ სახელმწიფოსი, ხო? ჩემთვის აი მეორე ხარისხოვანი კი არა, საერთოდ არანაირ მნიშვნელობის არ არის. მე ვერ მივანიჭებ ამას მნიშვნელობას და თუ პოლიტიკური ამბიცია თქვათ განსხვავებულია, მაშინ შევეცდები ყოველ შემთხვევაში თქვა ის სიმართლე, რომელიც მართლმადიდებელ ქრისტიანს შეეფერება. მე თუ მართლმადიდებლურ სინდის უღალატე თქვათ ამ შემთხვევაში პოლიტიკური ან ზეწოლით ამ პოლიტიკური ამბიციის გათვალისწინებით მაშინ რა შემიძლია მე გითხრათ? რადგან სტალინი მაინც ვახსენეთ, არ შემიძლია არ გკითხოთ ეს თემას კი გარკვეულწილად გადავუხვევთ ახლა, მაგრამ რამდენად აქვს საქართველოს ეკლესიას ჩამოყალიბებული ან ერთიანი პოზიცია მის ფიგურასთან, მის მმართველობასთან დაკავშირებით და აი თქვენ თუ იზიარებთ მაგალითად პატრიარქის მოსაზრებას, რომელიც მან 2013 წელს გამოთქვა გამოცემა კავკასკაია პოლიტიკასთან ინტერვიუში, რომ სტალინი იყო გამოჩენილი პიროვნება, ასეთები იშვიათად იბადებიან და მას გაცნობიერებული ჰქონდა რუსეთის მსოფლიო ნიშნულობა. ეთანხმებით ამ პოზიციას? მე მოგახსენებ ჩემს აზრს. ჩემი აზრით სტალინის ფიგურა ისევე როგორც თავის დროზე მაკედონელის თუ ნაპოლეონის პიროვნება ერთგვაროვან შეფასების არ არის, ანუ მას ერთგვაროვნად ვერ შევაფასებთ. ისტორიული პირები იყვნენ და თავისთავად ისტორიამ მისცა მათ შეფასება და ისტორიის შეფასება შეგვიძლია მაგალითად ჰიტლერზე, რომელიც ასეთივე დიდი დიქტატორი იყო მე-20 საუკუნის, როგორც სტალინი. რა თქმა უნდა, ეს ისტორიული პირი არის, ხო, რომელსაც ჩვენ ვერ გავეცდებით. ანუ ჰიტლერსაც შეიძლება დადებითი მხარეც მოვუხმოთ. არა, მე თქვენ სხვანაირ უკეთებთ ჩემს ნათქვამს, ასე თქვა, სხვანაირ განმარტებას. მე არ ვამბობ დადებით მხარეებზე, მე ვამბობ, რომ არაერთგვაროვანი შეფასება
და ანუ ამ შეფასებას გააკეთებს ისტორია აუცილებლად. ეკლესიას და სტალინის მმართველობასთან მიმართებით ან ესეთი პოზიცია სადმე აქვს დაფიქსირებული? ეკლესიამ გამოთქვა თავისი პოზიცია, როდესაც მან კომუნისტური რეჟიმის პერიოდში მოკლული ნაწამები ადამიანები შერაცხა წმინდანთა დასში. და პირდაპირ თქვა კომუნისტური რეჟიმის მმართველობის დროს მოწამეობრივად აღსრულებულნი. მეტი სხვაგვარად როგორ უნდა გამოეთქვა მას მისი თქვათ დამოკიდებულება. კიდევ ერთი გარემოება, რაც ქმნის ამ კონტექსტს პრორუსული გავლენების შესახებ ვარაუდებს, არის ის განცხადებები, რომლებიც ხშირად გვესმის სასულიერო პრესაში იქნება ეს თუ ამბიონებიდან, მათ შორის საკმაოდ მაღალი რანგის სასულიერო პირების მხრიდან. საილუსტრაციოდ შეგვიძლია ორი ციტატა მოვიტანოთ, ახლა თქვენ მოისმენთ, გაიგებთ ამ ციტატებს. ერთი, რომელიც აგვისტოს ომის შემდეგ მალევე 2008 წლის სექტემბერში გამოქვეყნდა საპატრიარქოს ჟურნალ ქვაკუთხედში, მეორე შედარებით ახალი სხალთის ეპარქიის ეპისკოპოსის სპირიდონის ქადაგებიდან 2015 წელს. თუ შეიძლება მოვისმინოთ ეს ციტატები. იქნებ საქართველოში აქა-იქ აღმოცენებული რუსული ბლოკპოსტები სწორედ ის მარწუხებია, რომელიც ზეციდან დაეშვა დაუძლებელ ბარიკადებად დასავლეთთან ინტეგრაციის გზაზე. ყველა გონიერი ხელისუფლება აცნობიერებს იმ პრაგმატულ რეალობას, რომ რუსეთი ღვთაებრივი განგებულებით არის მათი ძლიერი მეზობელი და ამას სათანადო ანგარიშს უწევენ. იქნებ რუსეთის ყუმბარები, როგორც გარყვნილ სოდომ გომორზე ცეცხლი და წუნწუბა, ისე აწვიმა უფალმა საქართველოში ამ ბოლო დროს გამეფებულ ლიბერალურ დემოკრატიულ ჯეობარულ სულსა და ბუჩქების იდეოლოგიას. ალბათ წაგიკითხავთ წიგნი რუსეთი მეორედ მოსვლის წინ. ეს წიგნი დაწერილი და სისტემატიზირებულია დაახლოებით 30 წლის წინ და საოცარი ის არის, რომ ამ წიგნში განხილულია ზუსტად ის მოვლენები, რომელიც დღეს ხდება. ნაწინასწარმეტყველებია, რაც დღეს ხდება უკრაინაში. საოცარი რამე წერია იქ, რომ კიევ-პეჩორის მამების ლოცვით უფალი გაამთლიანებს, გააერთიანებს რუსული ტომის სლავებს, უკრაინას, ბელორუსიას და რუსეთს. ეს იქნება ძალიან დიდი სახელმწიფო, ერთი ძლიერი მმართველობის ქვეშ. ისეთი ძლიერი სახელმწიფო, რომ თვით ანტიქრისტესაც შეეშინდება მისიო. ისინი შექმნიან ერთ ძლიერ მართლმადიდებლურ სახელმწიფოს, რომელსაც ეყოლება მირონცხებული მეფე. რა თქმა უნდა, ჩვენ ამისთვის უნდა ვილოცოთ. უნდა ვევედროთ უფალს, რომ ესე მოხდეს. ეს ციტატები ეხება გეოპოლიტიკურ საკითხებს უფრო ცხადია, 1 აგვისტოს ომს, მეორე უკრაინის კონფლიქტს და კაფიოდ წარმოაჩენს რუსეთის ან რუსული სივრცის უპირატესობას. აი, რითი აიხსნება ამ ტიპის განცხადებები ამბიონებიდან ან სასულიერო პრესაში? თქვენ როგორ ახსნით ამას? ჩემთვის რთულია ამისთვის განმარტების მიცემა, ალბათ უნდა ვკითხოთ ავტორს, ერთს ვიტყვი მხოლოდ და მხოლოდ, რომ თქვენ ეთანხმებით მაგალითად იმ მოსაზრებას, რომელიც გამოთქმული იყო ამ ქადაგებაში, ეპისკოპოს სპირიდონის ქადაგებაში. გეტყვით, რომ ჩემი მოსაზრება სხვაგვარი არის ამასთან დაკავშირებით. მე გახლავართ სოხუმელი, ჩემთვის მშობლიური კუთხე არის აფხაზეთი და 2008 წელმა გადაიარა კიდევ გორისა და ატენის ეპარქიაზე ყველაზე უფრო მეტად სხვა დანარჩენ ეპარქიებზე, რომელშიც იყო შესული რუსული საჯარისო ფორმირებები. და დღესაც ჩვენს თვალწინ ხდება ყოველივე, რაც იმ გამყოფ მავთულ ხართან არის დაკავშირებული, მისი გადმოწევა თუ ჩვენი მოქალაქეების დაკარგვა ან მათი პატიმრობაში აყვანა. და ეს ჩემთვის არის ძალზე მტკივნეული და არის მიუღებელი. და არის თუ არა მაშინ თქვენთვის პრობლემური ის, რომ თქვენი სივრცის წარმომადგენლები, მათ შორის მაღალი რანგის წარმომადგენლები თქვენგან ასე კარდინალურად განსხვავებულ მოსაზრებას გამოთქვამენ და საუბრობენ რუსული სივრცის უპირატესობაზე, თქვა დასავლეთთან ან გარე სამყაროსთან მიმართებით და საუბრობენ მის სამომავლო გამარჯვებაზე. ასეთი თვითონ ეს აზრი გარკვეულწილად არსებობს. ასეთი აზრი თავის დროზე არსებობდა კონსტანტინოპოლთან მიმართებაშიც, რომ კონსტანტინოპოლი იყო
მეორე რომი, დღესაც ასე მას უწოდებდნენ, მეორე რომი და ისტორიამ გვიჩვენა ჩვენ თუ რა ვითარება სადღეისო და არსებობს. და მე ვფიქრობ, ამიტომაც ყველა აზრი არ შეიძლება რომ იყოს მიღებული და ყველა აზრის გათვალისწინება არ უნდა ხდებოდეს, რა თქმა უნდა. ხა იმასთან დაკავშირებით თუ თქვენ გულისხმობთ, რომ აქვს თუ არა ადამიანს უფლება რომ იქონიოს განსხვავებული აზრი, მე ვიტყვი რომ აქვს მას უფლება იქონიოს განსხვავებული აზრი. თუ ეს აზრი სულიერ საკითხებს თქვა ეხება, მისი გამოთქმის უფლებაც აქვს, მაგრამ რა თქმა უნდა მტკიცებულების ფორმაში ალბათ არ უნდა ხდებოდეს ეს. იმიტომ რომ მტკიცებულებას მხოლოდ და მხოლოდ გვაჩვენებს ისტორია და მომავალი. კიდევ ერთი საკითხი, რომელიც აძლიერებს საზოგადოებაში ეჭვებს იზოლაციონიზმის შესახებ და ეხლა განსაკუთრებით გამძაფრდა ეს ეჭვები, არის ახლო ისტორია, კერძოდ ის, რომ 1997 წელს საქართველოს ეკლესიამ, როგორც ვიცით, დატოვა ეკლესიათა მსოფლიო საბჭო, მაშინ როცა 80-იან წლებში პატრიარქი ილია მეორე ამ ორგანიზაციის თანათავმჯდომარე იყო. მაშინ, როგორც ცნობილია, რუსეთის და სერბიის ეკლესიებმა დასვეს ეს საკითხი, თუმცა შემდეგ საბჭოდან საქართველოს და ბულგარეთის ეკლესიები გამოვიდნენ. რატომ ეთიშება საქართველოს ეკლესია საერთაშორისო ასპარეზს? რატომ მოხდა ეს 97 წელს? არის თუ არა ეხლანდელი მოვლენები გარკვეულწილად მასში ან ირეკლავს თუ არა ამ იზოლაციონისტურ ტენდენციებს და თუ ასეა, ხომ არ არის ეს წინაპირობა ამ გარკვეული სწორედ ნაციონალისტურ სივრცეში მოთავსებისა ქრისტიანული მოძღვრების ნაცვლად უფრო უნივერსალისტური, უფრო გასმოყვარე სულისკვეთების გამომჟღავნებისა? რატომ არის ეს ტენდენციები იზოლირების საერთაშორისო ასპარეზიდან, ახლა უკვე მართლმადიდებელი სამყაროდან? ვერ დაგეთანხმებით, არანაირ იზოლაციაზე საუბარი არც არსებობს საქართველოს ეკლესიაში და პირიქით საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ყოველთვის ხაზს უსვამდა, რომ ეკლესია მხარს უჭერს საქართველოს გეზ ევროპისადმი. 98 წელს მიღებული გადაწყვეტილება იყო დაფუძნებული ეკლესიოლოგიურ საფუძველზე ზუსტად, რომ საქართველოს ეკლესია თვლის, რომ ეკლესიათა მსოფლიო საბჭომ სამწუხაროდ უკვე ამოწურა ის რესურსი, რა რესურსითაც ის ეწეოდა დიალოგს და ამიტომაც დატოვა საქართველოს ეკლესიამ ეკლესიათა მსოფლიო საბჭო, ხოლო კრებაზე არ წასვლა კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ არანაირად არ არის დაკავშირებული ჩვენს გამიჯვნასთან რომელიმე ეკლესიასთან. არა, ჩვენ კი არ გავემიჯნეთ, ჩვენ ვთხოვეთ კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს, რომ კრების საკითხები ყოფილიყო უკეთესად მომზადებული და გადაწეულიყო ვადა იმისათვის, რომ ჩვენი ერთხმოვანება და ჩვენი ურთიერთთანხმობა ყოფილიყო საყოველთაოდ განცხადებული. რასაპირობს მაშინ ეკლესია ეხლა, როცა კრება შედგა, 10 ეკლესია მიიჩნევს ყოველ შემთხვევაში, რომ კრება შედგა, მიიღეს დოკუმენტები, რომლებიც სავალდებულოდ ცხადდება, აპირებს საქართველოს ეკლესია გაიზიაროს ეს დოკუმენტები, ან შეუერთდეს მას და თუ არა და თუ ჩათვლის, რომ ეს შეუძლებელია და მიუღებელია, მაშინ რა მოხდება იგივე ევქარისტიულ კავშირთან დაკავშირებით? კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, რომ საუბარი ევქარისტიული კავშირის გაწყვეტაზე არ შეიძლება. ასე საკითხის დასმა არ შეიძლება. დღეს საქართველოს ეკლესია ელოდება ოქმებს ამ კრებისა, რათა გაიცნოს ეს ოქმები, შემდგომ შეისწავლოს, დაამუშავოს და ამის საფუძველზე გამოთქვას თავისი მოსაზრება და გააკეთოს დასკვნები. მანამდე ჩვენ რაც არ უნდა ველაპარაკოთ, ეს იქნება მხოლოდ და მხოლოდ კერძო აზრი პიროვნებებისა. მოცემულ მომენტშიც საქმე არ დგას ისე, რომ თქვათ იქ რაღაც ისეთ სტომილებასთან კონდეს საქმე ან დოგმატურ შეუთავსებლობასთან, რომ მართლა საფრთხის ქვეშ დადგეს და გამოყოფის საფრთხე გაჩნდეს. ამას ბრძანებთ ალბათ, ხო? ეხლა სანამ გაურკვეველია.
რაღა თქმა უნდა, არანაირ საუბარი გამოყოფაზე და გამიჯვნაზე არ არის. იმ შემთხვევაშიც კი რომ იყოს და მინდა გითხრათ რომ ამიტომ მე მომიწია ამ შესავალის გაკეთება რომ დოკუმენტები ხდებოდა უფრო უკეთესი და უკეთესი სამუშაო ვითარებაში და მე პირადად ვარ დარწმუნებული რომ დღეს დოკუმენტები კიდევ უფრო უკეთესი არის ვიდრე წინასაკრებო პერიოდში იმ შამბეზის შეხვედრის ეტაპზეც კი მე ასე მიმაჩნია მაგრამ მე ვერანაირ დასკვნას ვერ გავაკეთებ სანამდე არ მივიღებთ ოქმებს იმ სახით რა სახითაც ის საბოლოოდ იქნა დამტკიცებული ხელმოწერებით რა თქმა უნდა და პოზიციების დაფიქსირებით მანამდე ჩვენი მსჯელობა იქნება მხოლოდ და მხოლოდ კერძოდ გამოთქმული მოსაზრება გასაგებია ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის დიდი მადლობა ქალბატონო სალვე. გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია გვაზავა იყო ჩვენი სტუმარი. თქვენ უყურებდით გადაცემას ინტერვიუ, რომელიც რადიო თავისუფლების და საზოგადოებრივი მაუწყებლის ერთობლივი პროექტია და რომელსაც უძღვებოდი მე სალომე ასათიანი. გადაცემის ხილვა შეგიძლიათ რადიო თავისუფლების და საზოგადოებრივი მაუწყებლის ვებსაიტებზე. დიდი მადლობა ყურადღებისთვის, დროებით გემშვიდობებით.